თქვენი აზრით ვინ არის ქართული პოლიტიკისთვის ყველაზე შეუფერებელი პოლიტიკოსი? ჩემი აზრით ალბათ ვინც არიან ყველანი ციხეში ზიან. შეუფერებელი ვინც არის ყველა ციხეში ზის? კი. მაგალითად ყველა. და ყველაზე შეუფერებელი მე მგონია რომ მამუკა ხაზარაძე მათ შორის, იმიტომ რომ ნახევარი საქართველოს მაგ ბანკის ვალი აქვს და პოლიტიკაში როცა რაღაცა გინდა გააკეთო, მევახში არ უნდა იყოს. უნდა იყოს საკაცი. ვინ გონიათ ყველაზე შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის? ნაციონალურ მოძრაობაა საერთოდ შეუფერებელი. არ გამოაქვეყნებთ ამას, მაგრამ მაინც. კონკრეტულ პოლიტიკოსს ხო არ მეტყვით, აი თუნდაც ნაციონალური მოძრაობა? კონკრეტულს არ გეტყვი, იმიტომ ყველა შეუფერებელია მაგენ პოლიტიკისთვის. რატო ეგ რომ ითხრათ მაყურებლისთვის? რატომ და სატანების ისა რა ქვია, მიმდევარი. მაგენ. ვინ არის ყველაზე შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის? ბევრი არიან რა. ერთი რა გითხრათ? ანუ დაახლოებით 10-15 კაცი კერძოდ არ გამოვყოფ რა. ოპოზიციიდან თუ მთავრობიდან? ოპოზიცია. ვინ არის ყველაზე შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის? ეს. მიხეილ ზაგაშვილი. რატომ ესეც რა გითხრათ მაყურებლისთვის? რატო? ყველაფერი მოსპო ქართული რაც არის. ვინ არის ყველაზე შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის? რომელი არ მოგწონთ? ასეთი ბევრია. ერთი რომ ითხრათ? სააკაშვილი. ვინ არის ყველაზე შეუფერებელი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის ქართველი? ველისაშვილი ალბათ. რატომ? იმიტომ რომ თავის სახელი თვითონ დაამახინჯა ყველანაირად, რაც კაცს ეხება. ვინ არის ყველაზე შეუფერებელი ქართველი პოლიტიკოსი პოლიტიკისთვის? არ მაინტერესებს პოლიტიკა. შემდეგი. ხო, ეს კითხვა იყო, არც რომელიმე არ გესიმპათიურება, არც რომელიმე რა გითხრათ. მესიმპათიურება პრემიერი, პირდაპირ გეუბნები. არ გესიმპათიურებათ შესაბამისად ვინ? დანარჩენ თავის თავს მიხედავს ყველან. ყველა პრემიერი მესიმპათიურება, დანარჩენი